EUTOS-32 მინისტერიალი დღე მეორე ქართული დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით მუშაობას აგრძელებს. მაკა ბოჭორიშვილის სლოვაკეთის, უნგრეთის, ლუქსემბურგის, თურქეთისა და ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე შეხვდა. კიდევ ვისთან გაიმართა დისკუსია და რა საკითხები განიხილებოდა ამის შესახებ ანა ბროლაძე მოგვიყვება ახლა მოამბის პირდაპირ ეთერში ის ვიზიტს აშუქებს. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გარდა მაკა ბოჭორიშვილს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედრო და მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, ისევე როგორც დიპლომატებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან. მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა ესაუბრა სომხეთის, სერბეთისა და უზბეკეთის დიპლომატებთან და ბუნებრივია დახურულ კარს მიღმა საუბარი ეხებოდა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის დაკავშირებადობას და საქართველოს როლის და მნიშვნელობის გაზრდას. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა რომ შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებით კითხვები დაგვესვა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთვის, ისევე როგორც EUTOS-ა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩისთვის ალექსანდრე მაისურაძესთვის. ისინი საუბრობენ, რომ ბუნებრივია, როგორც EUTOS დღის წესრიგის და მუშაობის ფარგლებში, ისე ორმხრივ შეხვედრებზე განხილული თემები არის ის, რაც მომდინარეობს თავად ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დღის წესრიგიდან, რაც არის ამ ორგანიზაციის ფარგლებში მსჯელობის და დისკუსიების საგანი, ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, არაღიარების პოლიტიკა და იმ ფონზე, როდესაც მაგალითად EUTO დღევანდელ დასკვნით შეხვედრაზე აირჩევს ახალ თავმჯდომარეს შვეიცარიას, ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ შვეიცარიის თავმჯდომარეობის პირობებში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები იქნება ორგანიზაციის მუშაობის დღის წესრიგში. ორგანიზაცია საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. ეს არის ორგანიზაცია, სადაც პირველ რიგში მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, საქართველოსთვის მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხარის მხრიდან, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში. თვითონ ამ ორგანიზაციის თემატიკიდან გამომდინარე, მთავარი თემები არის უსაფრთხოების საკითხები, უსაფრთხოების თემები არის ის, რაშიც საქართველოს ყველა პარტნიორთან არის ერთიან აზრზე. ოკუპაციის თემატიკა არის ის, სადაც საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი და ფართო მხარდაჭერა მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის თემატიკა ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელიც არის წამყვანი ჩვენთვის ასეთ ფორმატებში განხილვისას. მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა შეხვედრების განმავლობაში, ბუნებრივია იყო ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომელიც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციას. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს შვეიცარიის კონფედერაცია გადაიბარებს EUTOS თავმჯდომარეობას და ქართული მხარე გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ რეგიონული და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, შენარჩუნებული იქნას და აქტუალურად შენარჩუნდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და უპირველეს ყოვლისა EUTOS დღის წესრიგში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ გააგრძელოს ორმხრივი შეხვედრების ფორმატი EUTOS-32 მინისტერიალის ფარგლებში, როგორც აღნიშნე, დღეს დაიხურება ოფიციალურად EUTOS-32 შეკრება მინისტრთა კომიტეტისა, აირჩევენ ორგანიზაციის ახალ თავმჯდომარეს და იანვრიდან უკვე ოფიციალურად შვეიცარია გადაიბარებს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ხელმძღვანელობას. მადლობა ანა ბროლაძე EUTOS მინისტერიალს აშუქებს.